3 გააჩნია, რამდენს მოგიჯით სასამართლო, როდესაც თქვენი სასამართლო პროცესი იქნება, იმის მიხედვით გაგიჭირდებათ თქვენ. რა 6 თვე გეუბნებიან, რომ ახლა 6 თვე გვერდით ამოგვიდექითო და ეს პრობლემები მოაგვაროთ ფინანსურმა კრიზისმა, რომ მოიტანაო. ესე ვითომ არაფერი მომხდარა ამ ქვეყანაში. ესეთი ურცხვი განცხადებები, ისევ ახლა თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ტრეინინგებს უტარებენ ერთმანეთს, რომ ერთი და იგივე მესიჯები, ერთი და იგივე გამომეტყველებით, ერთი და იგივე ურცხვობით რომ განაცხადონ ხოლმე. არ იქნება ეს ასე ბატონო. ეხლა მე SMS-ს კითხულობთ ბატონ დავით და მინდა გამოვეხმაურო. ესეთი SMS-ი იყო, ვასრებ. ესეთი იყო, რომ შენ რომელი მინისტრის პოსტი გინდაო? ჩემზე იყო და მე მინდა შეწუხდებით, ჩემო ბატონო. მე ჩემი ამბიციით არავინ არ შემიწუხებია არასოდეს. სხვათა შორის მინისტრობასაც თავაზობდა მიხეილ სააკაშვილი და როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მინდა მოგახსენოთ, რომ მე მთავაზობდნენ ძალიან დიდ თანამდებობებს მაშინდელი პუჩისტები, მაგრამ მე ციხეში წასვლა ვარჩიე. იმიტომ რომ მიჩვენია, რომ სუფთა იყო საკუთარი სინდისის და ქვეყნის წინაშე, ესაა ყველაზე დიდი კომფორტი ადამიანისთვის და მე ამ კომფორტულ მდგომარეობას ვერ შეველები. რაც შეეხება იმას, რომ მომავალ ხელისუფლებაში ვინ იქნება და რომ დიახ, კონსერვატორები ჩვენ მომავალ ხელისუფლებაში გეგმავთ მოსვლას და არ იქნება ისე, რომ ჩვენ გვერდზე გავიწევით ახლა და ადამიანები, რომლებიც არიან გამოუცდელები, რომლებიც არიან გუშინდელი ბავშვები და ასე შემდეგ, ის ადამიანები დაიკავებიან ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტებს ქვეყანაში. არ იქნება ეს ასე, არ იქნება, იმიტომ რომ ამან ერთხელ ძალიან მწარე გაკვეთილი გვაჩვენა. ერთი SMS-იც ესეთი იყო, რომ კიდე რო არ ივარგოსო ახლა ვინც მოვაო შემდეგიო, რა ვქნათო ახლა მე ისიც დიახ ბატონო, ისიც უნდა შევცვალოთ. იცით რა ხდება? როდესაც ოთახი ისვრება, რამდენჯერაც დაისვრება, იმდენჯერ უნდა გამოგავო. ეს არის აუცილებელი, თუ არა უნდა იცხოვრო სხვაგვარად მაშინ ტალახში და ნაგავში. არა, ხელისუფლების ცვლილებების პროცესი ეს არის მუდმივი პროცესი. მუდმივი პროცესი და ჩვენ ქვეყანაში, როდესაც 90 წლის შემდეგ დაიწყო პრაქტიკულად მრავალპარტიული სისტემა და 90 წლის შემდეგ ვამბობთ, რომ არჩევნებით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ვერც ერთხელ არჩევნებით ვერ შევცვალეთ, მას შემდეგ ეს ძალიან ცოტა დრო არის ისტორიის თვალსაზრისით გასული, რომ ჩვენ ისეთ ხელისუფლება მივიღოთ ქვეყნის სათავეში, რომელიც მიხედავს საქმეს. ჩვენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ისტორია ძალიან ცოტა გვაქვს და აქედან გამომდინარე მუდმივად უნდა ვიყოთ ამ პროცესში. ამიტომ მე მინდა ერთ რამეს მოგიწოდოთ, დაიღალა ხალხი, მეტი არ შეუძლია ხალხს, მეტი სატანა. მე არ დავღლილ ვარ. არც ჩემი მეგობრები არ დაღლილან და დაღლის უფლება არა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ დაღლილი ერი არ არის დედამიწის ზემოთ. ყველა არის სამარეში წასული. დაღლილი ერი არ არსებობს ბუნებაში, როგორც არ არსებობს სინათლის კვანტი მოძრაობის გარეშე, ისე ერი არ არსებობს მოძრაობის გარეშე. დაღლილი, სასოწარკვეთილი და განადგურებული ერი საქართველოს არ არის და არც ქართველი ხალხი არ დაღლილა. შეიძლება მისი ერთი ნაწილი დაიღალა, მის ერთ ნაწილს რაღაცა უფრო მალე უნდა, რომ ჩვენ ხო ისეთები ვართ, რომ აი რაღაცა ერთ საქმეს მოვიმთავრებთ, მერე უნდა წავუწვეთ ტახტზე სახლში და უნდა უყუროთ, როგორ გააკეთებს ხელისუფლება ჩვენ საქმეს. უთმენთ 1 წელი, 2 წელი, 5 წელი და მერე ამოგვივა ყელში, გამოვარდებით კისერში, მოვკიდებთ ხელს, ჩამოვაგდებთ ძირს. ეს არის ჩვენი მიდგომა საკითხისადმი, ეს სწორი არ არის. მე მინდა გითხრათ ბატონ დავით, რომ როდესაც ბარაკ ობამა ახალი არჩეული იყო ამერიკაში, დაიწყეს მისი ძალიან მძაფრი კრიტიკა უკვე პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა მისი კაბინეტის პირების შერჩევის გამო და როდესაც დაუსვეს კითხვა, რომ კაცო აცალეთ, ჯერ არ დაუწყია მუშაობა და ჩვენ არ ვაცლითო ქართულ ჟურნალისტს უპასუხეს. თქვენ აი საქართველოს არ არისო. ჩვენ ეხლა გვინდა ზუსტად რომ აქედანვე კონტროლის ქვეშ ყავდეს და აქედანვე არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები და ამიტომაც ჩვენ მას არაფერს არ ვაცლით. არამედ მუდმივად იქნება გამადიდებელი შუშის ქვეშ, ჩვენს ქვემოთ. თუ გამოვა და კარგად წავა შემდეგ საქმე, ეს უკვე ხალხის და პრეზიდენტის ერთობლივი დამსახურება იქნება და ის რომ ეხლა მიშა სააკაშვილს ყველაფერი აპატია ქართველმა ხალხმა, აპატია ანაბრებზე ტყუილი, აპატია მიწის გადასახადზე ტყუილი, აპატია კერძო საკუთრებაზე შეხება, აპატია ადამიანის სიცოცხლეებზე შეხება და ეს 4-5 წლის განმავლობაში ხდებოდა, მერე მივიღეთ ასეთი კაცი, რომელიც ახლა მობილურების სროლით არის ძირითადად დაკავებული. ეს არის პრობლემა სერიოზული და ამიტომ ქართულ საზოგადოებასაც მე მინდა ვთხოვო, ახალი ხელისუფლება რომელიც იქნება, არც ახალ ხელისუფლებას არ უნდა ვაცალოთ. ახალ ხელისუფლებასაც მუდმივად უნდა ჰქონდეს კონტროლი თავისი ხალხის, თავისი ერის, თავისი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მხრიდან. როდესაც ხელისუფლება ხელს აუქმნებს თუნდაც ერთ მოქალაქეს,
იმ პრობლემების განხილვისას, რომელი პრობლემაც ამ მოქალაქეს აწუხებს, აი მაშინ უნდა დავარისხოთ განგაში ძარები, რომ აი უკვე ეს ხელისუფლებაც მიდის წინაპართა, წინამორბედთა ნაკვალებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯი. ახლა ეს იყო კიდევ ექიმებსო ახალი წლიდან ხელფასები არ მოგვცეს. მე არ ვიცი ხო პრინციპში არ გამიგია რომ ესე დარგების მიხედვით დისკრიმინაცია იყოს. საქართველოში არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა ბატონო. ეთახმებით. საქართველოში არ არსებობს განათლების სისტემა. თუ ცალკეულ ბედნიერ გამონაკლისებს არ ჩავთვლით ამა თუ იმ კლინიკის ან ამა თუ იმ სასწავლებლის გარდა, საქართველოში ეს ორი დარგი პრაქტიკულად არის მოშლილი და ამას ხელი შეუწყო ხელისუფლების არათანმიმდევრულობა და უტვინო პოლიტიკამ. ხან 100 საავადმყოფო იძახეს და ამ დროს ეს საავადმყოფოები ბლეფი 100 ახალი საწარმო მანახეთ. ბატონ დავით, გახდიდნენ ამ ახალ საწარმოს და მე ერთ კვირაში იხურებოდა ეს ახალი საწარმო. პიარი იყო თავიდან ბოლომდე ყველაფერი და მე არ მინდა გადავიდე მუდმივად ეხა ეს ხელისუფლება რაც არის, როგორც არის, ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ახალი საზოგადოება, ასე ჩვენ თავიდანა გვაქვს ჯანდაცვის სისტემა ასაშენებელი, განათლების სისტემა, ქართულ გლეხზე თავიდანა გვაქვს მისახედი, აფიორები ისეთი ჩაატარეს, ღორი გააწყვეტინეს საქართველოში, ქართულ გლეხს ღორი არ არის, მთელი რაჭა იმის შებოლილი ლორით ცხოვრობს და რაჭაში ლორი აღარ აქვს. უკვე ერთადერთი ლობიო დარჩათ იმისათვის, რომ მთელი ზამთარი გაიტანონ. ეს შეიძლება ზოგისთვის ლორი რაჭული кейფის საგანია, მაგრამ იმ ხალხისთვის ის სიკვდილის სიცოცხლის საკითხი არის და ლორი აღარ არის რაჭაში. ქათმის ჭირი იქნებაო და გამოაცხადა მაშინ ხელისუფლება მახსოვს, რომ მესამედიო მოსახლეობისო დაავადდება ქათმის ჭირით და მე ამ მოსახლეობის მეექვსედი გაწყდებაო. ფაქტიურად ახალ წელს ესეთი რამ გამოაცხადა და ამით ისარგებლეს შემდეგ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ აი გაყინული ქათმების ბიზნესი ვისაც აქვს შემოყარეს ისა, იქ ღორის ხორცზე მთელი ამ ესეთი ტიპის აფიორებით იმართებოდა ეს ქვეყანა ამ ხნის განმავლობაში და ეს ტყუილი, ეს უსინდისობა, ეს მამაძაღლობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ მეგობრებო, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი სახელმწიფოს შენება, ახალი საზოგადოების შენება და ამაში ძალიან დიდი როლი და ძალიან დიდი მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისუფალმა მედიამ. ამაში დიდი მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისუფალმა სასამართლომ. ამაში დიდი მონაწილეობა უნდა მიიღოს პარლამენტმა. ხშირად ჩვენ როცა ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, ადამიანების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის აბსტრაქტული საკითხები, რომელიც მას პირადად არ ეხება. პირადად თითოეულ ადამიანს ეხება სასამართლო როცა არ აქვს ქვეყანაში და მედია არ არის ქვეყანაში, როდესაც არ არის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ კონსერვატორები დავდებთ ეკონომიკურ პროგრამას ჩვენსას, დავდებთ სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამას, ასე გააკეთებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც, ასე და ჩვენი პროგრამა არ არის მიხეილ სააკაშვილის სახში გაგდება. ჩვენი პროგრამა არის ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და თითოეული მოქალაქის ფეხზე დაყენება. აი ასეთი ტიპის პროგრამა გვაქვს ჩვენ, მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებაში დღეს ყველას გვიშლის ხელს ერთად მოსახლეობასაც, პოლიტიკურ პარტიასაც, მედიასაც, სასამართლოსაც, პარლამენტსაც ფუნქციონირებაში ხელს უშლის ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც პრობლემას ყველამ ერთად უნდა მოვიშოროთ და ამაზე მე მგონი საკმაოდ ვილაპარაკეთ. ეს პრობლემაზე საუბრობ და საკმაოდ ისეთი მძლავრი ფენაა შექმნილი. შეიძლება ეს აქტიური მასა ალბათ 3-4 000-ია, მაგრამ მე რაღაც მიმყოლი მასებით მოყვებათ საბოლოო ჯამში აი ამ რეჟიმის კმაყოფაზე 40-50 აქტიური ჩინოვნიკ ფუნქციონერები არიან. რომლებიც ხედავენ, ის წავიდა 10 დაადგებათ, კარგი დღე და თქვენ თავად ჩამოურიგეთ ზოგს 6 და ზოგს 8 და ზოგს 10. ეს იყო შიშარა ხალხია. როდესაც აი ამ ციფრებს ისმენენ, კონსოლიდირდებიან. მონოლითური ხდებიან. ესე აქტიურად. რამდენიც კიდე ვზენი მოისმინო ბატონ დავით, რამდენიც კიდე კონსოლიდური და მონოლითური გახსნენ, ამათი საკითხი საქართველოს ხალხს უკვე აქვს გადაწყვეტილი. 50,000 ჩინოვნიკი 50,000 გაუძალიანდებიან, რა თქმა უნდა, ადვილი არის შემოკარგებო ფაფის ჭამა და ისიც ხშირ შემთხვევაში ცხელია ხოლმე და შეიძლება პირი დაგწვეს. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ პოლიტიკურ აქტიურობებზე, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ პროგრამაზე, როდესაც ჩვენ გეგმებზე ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ეს გათვალისწინებულია ბატონ დავით. გინახავს სადმე რეჟიმი წასულიყოს ისე, რომ მას დაუშვათ წინააღმდეგობა არ გაეწიოს. შევარნაძის დროსაც 2003 წელს შევარნაძემ რეიტინგები რო ტარდებოდა 13% იმასაც კი მოქალაქეთა კავშირს 13 თუ 17% ჰქონდა მხარდამჭერი და ეს ყოველთვის არსებობს ქვეყანაში
ყოველთვის არსებობს რაღაცა მასა, რომელიც კმაყოფილი არის იმ მდგომარეობით, რომელიც მდგომარეობაც მას არსებულმა რეჟიმმა შეუქმნა, ამიტომაც აქ მოქალაქეებს